ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს ირანთან ომზე წამოსდა და მხოლოდ ორი მისი ფრაზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ აშშ-ის კონგრესში ნამდვილი აჯანყება გამოეწვია. სადაც საბოლოოდ რესპუბლიკელებმაც კი მიიღეს რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპს ავალდებულებს დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი ირანთან და დააბრუნოს ამერიკელი ჯარების სახლში. ეს არის კონგრესის მხრიდან ტრამპის ირანის მიმართ სამხედრო მოქმედებების პირველი წარმატებული დაგმობა. დემოკრატების მრავალჯერადი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. მაგრამ ამჯერად ინიციატორები მოულოდნელად სწორედ რესპუბლიკელები იყვნენ და ეს არჩევნებს როგორ კარგავს მოთმინებას მიზის საკუთარი პარტიაც კი. მაგრამ რით გააბრაზა დონალდ ტრამპმა თავისი რესპუბლიკური პარტია ასე ძალიან? პირველ რიგში წინა დღეს ირანმა კვლავ რაკეტებით დაარტყა ქუვეითს და ერთ-ერთი მათგანი მოხვდა აეროპორტს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღადგინეს წინა თავდასხმების შემდეგ. აი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპეციალურად გამოიწვია ირანის საპასუხო ქმედებებზე რეგიონში, რათა არავინ მოდუნებულიყო. მეორეც ტრამპმა აღიარა, რომ გადაჭარბებით თქვა, როცა ამბობდა, რომ ამერიკული ჯარები შევიდოდნენ ირანში და წაიღებდნენ მთელ გამდიდრებულ ურანს. ამბობს, რომ უბრალოდ არასწორად გაიგეს. და მესამე, ტრამპის სიტყვების მიუხედავად, ირანმა დღეს კიდევ ერთხელ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აწარმოებს არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან, როგორც რამდენიმე დღის წინაც განაცხადეს. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხიც. Pechi News-ი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ასე რომ რესპუბლიკელებს კონგრესში როგორც ჩანს მობეზრდა ტრამპის ქცევა ირანთან ომთან დაკავშირებით და გუშინ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ზღუდავს ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებებს ირანთან მიმართებაში. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 215-მა კონგრესმენმა, ხოლო წინააღმდეგი იყო 208. რეზოლუცია მოუწოდებს ტრამპს შეთყვიტოს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში ირანის, ან მისი შეიარაღებული ძალების, ან მთავრობის რომელიმე ნაწილის წინააღმდეგ. თუ მხოლოდ კონგრესი ოფიციალურად არ გამოაცხადებს ომს, ან არ მიიღებს ცალკე ნებართვას სამხედრო ძალის გამოყენებაზე, საინტერესოა, რომ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის წინ სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი, რესპუბლიკელებს მოუწოდებდა წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, მაგრამ რესპუბლიკელების ნაწილმა ეს არ გაითვალისწინა. და თუ რეზოლუციას სენატი მიიღებს, სადაც არსებული მონაცემებით მას 100-დან 50 სენატორი უჭერს მხარს, ტრამპს მოუწევს ან გაიყვანოს ჯარი ირანიდან, ანუ რეგიონიდან, ან მიიღოს კონგრესის თანხმობა ომზე. თეთრმა სახმა უკვე მიანიშნა, რომ ამ რეზოლუციას ყურადღებას არ მიაქცევს. თითქოს რა აქვთ იქ დეპუტატებს გადასაწყვეტი, რა უნდა გაკეთდეს. ტრამპი ვითომ უკეთ იცის როგორ მოიქცეს. წინამდვილში ეს რეზოლუცია მართლაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპს აიძულებს მოულოდნელად გაიყვანოს ჯარი ახლო აღმოსავლეთიდან. მაგრამ ნუ იჩქარეთ დასვენების გამოტანას, რადგან ტრამპის პრობლემები მხოლოდ ეხლა იწყება. ასე ვთქვათ, ეს იყო პირველი სიგნალი. ამასვე მოწმობს მისი რეაქცია დიდ ბრიტანეთზე. წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა. იგი აშკარად აკვირდებოდა ამ კენჭისყრას, რადგან რეზოლუციის მიღებიდან სულ რამდენიმე წუთში პოსტი დაწერა. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. უაზრო კენჭისყრის დროს წარმომადგენელთა პალატამ ხმა მისცა. 4 ცუდი რესპუბლიკელი და ყველა დემოკრატი მხარს უჭერდნენ ჩემი სამხედრო უფლებამოსილების შეზღუდვას. სწორედ იმ დროს, როცა მე ვაწარმოებდი საბოლოო მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე ისლამურ რესპუბლიკა ირანთან. ვინ შეძლებდა ასეთ არაპატრიოტულ საქციელს? მათ იციან რა ეტაპზეა მოლაპარაკებები. დემოკრატებს ამოძრავებთ ტრამპზე შეპყრობილობის სინდრომი. მათ ურჩევნიათ ჩვენი ქვეყნის მარცხი იხილონ, ვიდრე კიდევ ერთი გამარჯვება მომცენ. Еще одну из многих победу. მაგრამ 4 რესპუბლიკელი უკვე სულ სხვა ამბავია. ისინი პოზიორები არიან. მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავის. მაგრამ უკვე ნათელია, რომ ეს კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში ნათელი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად კარგავენ რესპუბლიკელები მოთმინებას ტრამპის და მისი პოლიტიკურად დამანგრეველი ომის მიმართ. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მათგან მცირე, მაგრამ აშკარად მნიშვნელოვანი რაოდენობა რესპუბლიკელებიდან არ სურს მისთვის დროის მიცემა სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. შედეგად ტრამპი სულ უფრო მეტად აღმოჩნდება გამოუვალ მდგომარეობაში და ამის გამო იწყებს შეცდომების დაშვებას. წინა დღეს მან გააკეთა 2 ძალიან მეტყველი და სკანდალური განცხადება ირანთან ომთან დაკავშირებით. გუშინ მან განაცხადა, ციტატა: ირანელები ცოტათი პროვოცირებულები იყვნენ, რადგან ჩვენ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯები. სხვა მიზეზით,
ასე რომ მათაც უპასუხეს ამაზე. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ჩვენ საკმაოდ ძლიერად დავარტყით მათ წინა საღამოს და სინამდვილეშიც უხევაც. როცა ტრამპს კითხეს, შეიძლება თუ არა ეს ურთიერთპასუხი სარაკეტო დარტყმები აშშ-სა და ირანს შორის ჩაითვალოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად, მან უპასუხა ციტატა: "იცით, იმ სამყაროს ნაწილში ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ისვრით, მაგრამ უფრო ზომიერად." ეხლა კი კონტექსტი ტრამპის ნათქვამის, რის გამოც თმა ტალღზე დაგიდგებათ. 3 ივნისს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა ქუვეითზე თავდასხმა განახორციელა ბალისტიკური რაკეტებითა და შაჰედ 126 ტიპის უპილოტო აპარატებით. ირანული საბრძოლო მასალა ჩამოვარდა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტის სამოქალაქო ტერმინალ T1-ზე. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 63 ადამიანი დაშავდა. და ესეთ სიტუაციაში ტრამპი არ აკრიტიკებს ირანს, არ აკრიტიკებს მტერს, იმისთვის რომ შვიდობიან აეროპორტს რაკეტებით ესვრის, არამედ ამბობს: მოისმინეთ, რას ელოდით. ირანელები უკვე ამერიკელმა ჯარებმა გააღიზიანეს თავიანთი დარტყმებით. ამიტომაც მათაც საფასუხო დაარტყეს. ამბობს: ხო, ჩვენ მათ გავაღიზიანეთ, ეს იყო საფასუხო ქმედება, ამიტომ არ ღირს ირანის გაკიცხვა იმისთვის, რომ ისინი ქუვეითის აეროპორტს ესვრიან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ მან უბრალოდ გაადიდა, როცა ამბობდა, რომ აშშ-ის ჯარები შევიდოდნენ ირანის ობიექტებზე და იქიდან ბირთვულ მასალას გამოიტანდნენ. ეხლა ტრამპი ამბობს, რომ სინამდვილეში რა მნიშვნელობა აქვს, რა მოუაინ გამდიდრებულ ურანს, რადგან ამერიკულმა ბომბდამშენებმა B2 ციტატა იქ ყველაფერი გაანადგურეს. მაგრამ მეგობრებო, უბრალოდ მინდა სრულად მოგიყვანოთ ტრამპის ციტატა, რადგან ეს უკვე ბოდიშით რაღაც დაცინვა. ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მ გაანადგურა ბირთვული ობიექტები. იქ თლიანად დამარხა ურანი, მაგრამ ციტატა: "მიუხედავად ამისა, მე მინდა მივიღო ეს ურანი." ხოლო ჩვენ და ალბათ ჩინეთი ვართ ერთადერთი ორი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ აღჭურვილობა, რომელიც ამის გაკეთების საშუალებას იძლევა. ასე რომ დიახ, მე მინდა ეს მივიღო. სხვადასხვა დროს ჩვენ ირანთან სხვადასხვა შეთანხმებები გქონდა. მათ რამდენჯერმე შეიცვალეს აზრი, მაგრამ ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ ჩვენ იქ შევალთ არც თუ ისე შორეულ მომავალში. უსამხას ვარაუდობენ. ანუ თვითონაც ჯერ არ იცის. იქ ეხლა ძალიან უსაფრთხოა. ჩვენ გვაქვს თანამგზავრები. სამივე ობიექტის თითოეული კუთხე მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. თუ იქ ვინმე მივა, ჩვენ ზუსტად დავინახავთ რა ხდება და კიდევ ერთ დარტყმას მივაყენებთ, თუ საჭირო იქნება. მაგრამ რაც შეეხება ამ მასალის ამოღებას, ბომბდამშენებმა B2-მა სამუშაო შეასრულეს. ღამით, მთვარის გარეშე, სრული სიბნელეში, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მათ ეს ბომბები ჩამოაგდეს. პრაქტიკულად ყველაზე დიდი ბომბები რაც კი არსებობს. ისინი პირდაპირ ვენტილაციის შახტებში მოხვდნენ. ამ მასალის ამოღება ძალიან რთულია, მაგრამ მე მაინც მინდა ამის გაკეთება და არ მინდა ეს გავაკეთო, სანამ კონფლიქტი გრძელდება. არ მინდა ჩვენი ხალხი ესეთ საფრთხეში ჩავაყენო. მახსოვს რა სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯიმი კარტერს ირანში მძევლებთან დაკავშირებით. არასდროს მინდა ჩვენი ხალხი ესეთ მდგომარეობაში ჩავაყენო. მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება, ამ ეტაპზე არსებობს შეთანხმება, რომ იქ ერთად შევახთ. მათთან ერთად ამ მასალას ამოვიღებთ და გავანადგურებთ. ის განადგურდება. აი ამ ისტორიის აპოგეა სწორედ ამაშია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი დონალდ ტრამპის სიტყვებზე, რომ ირანთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, დღეს პირდაპირ განაცხადა, ციტატა: "ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ამჟამად არ მიმდინარეობს." დონალდ ტრამპის თქმით, დიალოგში არანაირი შესამჩნევი პროგრესი არ არის. ტრამპმა როგორ უპასუხა ამას? საერთოდ არ უპასუხა. მან უბრალოდ ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანა. და სანამ ყველა ფიქრობს, როგორ მოხდა ასე, რომ როგორც თავად ტრამპი აცხადებდა, 4-დან 6 კვირამდე ომი უბრალოდ უსასრულო მოლაპარაკებებში გადაიზარდა, სადაც ის თავად ამბობს, რომ დღეს ერთზე შევთანხმდით, ხვალ მეორეზე, ხოლო ზეგ შესაძლოა მოლაპარაკებები სრულიად სხვანაირი იყოს. და საერთოდ არავინ იცის, რამდენ მიიყვანს ეს ყველაფერი, მათ შორის თავად დონალდ ტრამპიც. აქ სამ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი? თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააცკაპულეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებული ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე. მადლობელი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის. და მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ მე მაქვს მხოლოდ უკრაინულენოვანი YouTube არხი. ამიტომ თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია უკრაინულ ენაზე, ამ არხის ბმული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, გადადით და აუცილებლად გამოიწერეთ. ამით დასრულდა ყველაფერი, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.